მოგესალმებით, ჩემოძირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ გადაცემა სტატუსს. მე მისი წამყვანი გახლავართ იასი რანაშვილი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გრიბოედოვის თეატრის მთავარი ინჟინერი ბატონი დავით ვარსიმაშვილი. ხოლო მეორე ბლოკის სტუმარი იქნება ჩვენი კინორეჟისორი, საკმაოდ პოპულარული და ცნობილი გიორგი ვარსიმაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით, გისურვებ წარმატებას, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. რა გზაგავნათ, რომ აქამდე მოსული იყავით? როდესაც დაიწყო თქვენი შეხება ხელოვნებასთან და როგორ მოხდით თეატრში? საინტერესო კითხვაა. ჩემი შეხება ხელოვნებასთან ალბათ ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი. მართალია მე ტექნიკური დარგის სპეციალისტი ვარ, მე დაამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მაგრამ ჩემი ძმა ავთო ვარსიმაშვილი, რომელიც ძალიან ცნობილი პიროვნება და საქართველოს ძირითადად მთელი მოსახლეობა იცნობს მას, ბავშვობიდანვე რა თქმა უნდა შეყვარებული იყო თეატრზე და როგორც ძმები ერთმანეთს ყოველთვის გულშემატკივრობდით და მასთან ერთად გამოვიარე ეს ძალიან გრძელი გზა. დღევანდელ დღემდე მოვედი. დღეს ალბათ მე ვმუშაობ გრიბოედოვის თეატრში მთავარ ინჟინერად. ვამოწმებ თეატრის უნარს, რა შეუძლია თეატრს დღესდღეობით გააკეთოს და ტექნიკურ დარგში უпроსწორად ყველაფერი ეს და დღევანდელ დღემდე მოვედი ასე რა, ფაქტია. ეს ოჯახიდან ძმები და ორივე თეატრში, ანუ მე არ მუშაობდი თეატრში, მანამდე მე ბოლო რაღაც 10 წელია ალბათ მუშაობ მე თეატრში. თორემ მანამდე მე სხვადასხვა სამსახურებში ვიყავი. მე ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდი რკინიგზის მშენებლობაზე, მშენებელი ვიყავი. მე სახლების მშენებლობა დავიწყე. რამდენიმე წელი ვიმუშავე იქ. 87 წლამდე მე მოხდა როგორც გარბაჩოვი რომ მოვიდა სათავეში პერესტროიკა. პერესტროიკის დროს უკვე ჩამოაყალიბეთ კოოპერატივი. იქ რამდენიმე კოოპერატივში მუშაობდი. მე ჩამოყალიბდა ასე კავკასიის ბირჟა, ერთ-ერთი დამფუძნებელი მე ვიყავი კავკასიის ბირჟის და შემდეგ უკვე ბნელი პერიოდია 89-დან 93 წლამდე ფაქტურად 93 წელს მე დამჭრეს. მანამდე მე ვიყავი იტალიაში, ცხოვრობდი იქ, მე ჩამოვედი თბილისში, აქ მომიხვდა ძალიან ცუდი ამბავი, დამჭრეს. მივიღე 5 ჭრილობა. ძლივს გადავრჩი. თქვენ ასევე გადაიტანეთ კლინიკური სიკვდილი? კი, დიახ, იყო ესეთი ამბავი. შემდეგ როგორც იქნა დავდექი ფეხზე, რა თქმა უნდა დიდი წვალების შემდეგ დავდექი ფეხზე, გამოვიარე ძალიან ცუდი დრო. მე დავიწყე მუშაობა საბაჟოზე, 15 წელი ვიმუშავე საბაჟოზე და მე დამიძახეს თეატრში, იმიტომ ჭირდებოდა სპეციალისტი ინჟინრის თანამდებობაზე და იმ დღიდან მუშაობ. მშობლები თეატრში არ ყოფილ? არა, მშობლები არასოდეს არ. როგორი იყო თქვენი კლინიკური სიკვდილი? შეიძლება რომ მოგეთ? ძალიან საინტერესოა. კლინიკური სიკვდილი არის საოცრება, მანამდე მე არ მჯეროდა ამ სულის გადაადგილების ეს ვერ წარმომედგინა ყველაფერი, მაგრამ ჩემ თავზე რომ გამიცადე ყველაფერი ეს თამაში დავერწმუნდი კი. ეს ძალიან არასასიამოვნო თემაა ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, მაგრამ შევეცდები მოკლედ აღიესნათ ეს ყველაფერი. კლინიკური სიკვდილი როგორ გითხრათ ახლა, იქ ძალიან გრძელი ისტორიაა, მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, ორი სიტყვით. მე მიმიყვანეს ძალიან მაგარი დაჭრილი, ფაქტობრივად სისხლისგან დაცლილი ვიყავი, მიმიყვანეს საავადმყოფოში. ეს როგორ მოხდა ამას მე არ მოვყვები ახლა, არ არის საჭირო აქ და მახსოვს ის რომ დამდეს იმაზე საწოლზე და უკვე დამიწყეს შეყვანა საავადმყოფოში. ექიმი მეკითხება, ექიმი ერთანი არ ვიცი ახლა ვინ იყო იქ, მეკითხება რა გვარი ხარ, ვინა ხარ. მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, ეს იყო 1993 წლის 29 დეკემბერს. ექიმი მეკითხება თუ ერთანი ვინა ხარ, რა ხარ, რა გვარი ხარ, ტელეფონის ნომერი
და მე ვეუბნები ჩაიწერეთ ტელეფონის ნომერი და ვამბობ, იმიტომ რომ მივხვდი რომ მე ვერაფერს ვეღარ ვიტყოდი ტელეფონის ნომერის გარდა, იმიტომ რომ საბუთები და ყველაფერი რაც ჩიბეში მქონდა იმ მძარცველებმა ამომაცალეს ყველაფერი, წაიღეს თან და მოახერხენ მხოლოდ ჩემი ძმის ტელეფონის დასახელება. და რომ მივხვდი რომ იმ ექიმმა გაიგო ეს ყველაფერი, მე მოვწყდი ჩემს სხეულს და გავედი დერეფანში. მახსოვს ეს ძალიან კარგად დერეფანში გავიქროლე. მე აღვნიშნე საოპერაციო მაგიდაზე ზემოდან ოღონდ, ზემოდან უყურებდი ჩემ თავს, როგორ მიკეთებდნენ ოპერაციას. და სხვათა შორის კარგად დავიმახსოვრე ყველაფერი. ის რა ქვია, რას აკეთებდნენ ექიმები, როგორ მუშაობდნენ. ლაპარაკი გესმოდა თვითონ? ლაპარაკი არ მესმოდა, მაგრამ იყო ხმაური მესმოდა მარტო და მესმოდა როგორ მუშაობდა ბურღის მანქანა, ხერხი და ასე შემდეგ რა ეს ყველაფერი და მათი შეშინებული სახეები. არ ვიცი რამდენი ხანს გასტანა იქ ჩემო მდგომარეობა, მე მოვწყდი იქაურობას ფაქტიურად, გადავინაცვლე სხვაგან. ესე იგი რაღაც სამყაროში აღმოჩნდი, galaktikაზე აღმოჩნდი. ძალიან ისეთი იყო, რა ქვია, რუხფერებში იყო ყველაფერი, ვარსკვლავები წინავდნენ. და აი ამ დროში გავიდა დღე ნახევარი 2 დღე ფაქტიურად რა. აი ეს და მე მოვედი უკვე სხვა ადამიანები არ იყვნენ იქ? არა, არავინ არ შემოხვედრია. არა, როგორ არა, რაღაც ადამიანები არა, რაღაც სულები შემოხვდნენ. იცით რაღაც სულები როგორ გამოიხატებოდა? აი როგორ აღიხსნათ ეს ყველაფერი? ძალიან რთული ასახსნელია ეს, წარმოდგენაც კი რთულია ამაზე. აი რაღაცა ფერადი ბუშტებივით იყო რაღაც, აი, მაგრამ ბურთი კი არ იყო, რაღაც ოვალური ფორმის, ცრემლის ფორმის და აი ესეთი რაღაც ფორმები იყო, რომელიც დაფრინავდნენ ჰაერში და მე ძალიან მსუბუქად ვზნობდი თავს, გადავადგილდებოდი და მე უცებ როგორ გამოходით? როგორ გამოვედი, ესეც სხვა რაღაც საინტერესო თემაა. ესე იგი, უცებ აღმოჩნდი იქიდან ჯურმურში რატომღაც და დავიწყე ზემოთ ამოსვლა, ასეთი ხედავდი ზემოთ სინათლეს ჩემს თავზე და მე ვიყავ სადღაც მიწაში, ქვემოთ შორს და მოვბობღავ, ამოვდივარ, მოვცოცავ და ბოლო სინათლეს რო ვახლოვდები, ამ დროს მესმის უკვე ხმა, გაიგე, დათო მეძახის ვიღაცა და ჩემი ხელი უკავია და ვიგძენი ხელის და მესმის ვიღაცის ხმა რომ გონი გონზე მოდის და ნუ მოკლედ მოვედი რა გონზე და შეიცვალა თუ არა ამის შემდეგ რაიმე ან კლინიკური სიკვდილის შემდეგ თქვენ ცხოვრებაში? კი, შეიცვალა, ძალიან შეიცვალა, ბევრი რამე შეიცვალა. და შეხედულებები თქვენ შეიცვალა? რა თქმა უნდა, შემეცვალა, შეხედულებაც შემეცვალა, ცხოვრებაც შეიცვალა. უფრო სხვანაირი ადამიანი გავხდი, რა თქმა უნდა, უფრო მორწმუნე გავხდი. დავიჯერე ისიც არ მჯეროდა მანამდე, ისიც დავიჯერე რომ არის ბოროტი ძალა, არის კეთილი ძალა, იცით რა არის ამ ამბის მერე იმდენად ფსიქოლოგიური ტრავმა გადავიტანე მე, სერიოზული, რომ იცით როცა გესვრიან 5 თვიას უდანაშაულ ადამიანს არაფრის გამო და იმათაც კი არ იციან რატომ გესვრიან, ამიგეთ, ნუ ეს საშინელებაა რა თქმა უნდა. ჯერ როცა გავიღვიძე და როცა მოვედი და როცა გავანალიზე სიტუაცია, შემჯარდა მთელი სამყარო, ადამიანები ყველანი, მეგონა სულ ყველანი ბოროტები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე დავინახე ჩემ გარშემო ძალიან ლამაზი გოგონები, ბიჭები, რომლებიც სამწყობოში თავზე მედგან მეხმარებოდნენ, ის ვიღაცა მეფერებოდა კიდევაც ლამაზ კარგ სიტყვებს მეუბნებოდა, მაწყნარებდა, იმეც მაძლევდა გამიგეთ. მე რო გადავხედე ამას, გავანალიზე და მივხვდი რამდენი ადამიანი თქელდა ჩემს გარშემო, ვისაც ალბათ უყვარდი, პატივისცემდა და არ მდოდა ჩემი სიკვდილი, მივხვდი რომ არიან კეთილი ადამიანებიც და ცუდი ადამიანებიც, რა თქმა უნდა და აბსოლუტურად შემეცვალა წარმოდგენა ცხოვრებაზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე და ნუ რა თქმა უნდა ეხლა უკვე გავაანალიზე კიდევაც ეს ყველაფერი. ბატონო დავით, როგორ შექმნით თავისუფალი თეატრი და მისი იდეა იყო რომ თავისუფალი თეატრი მე არ შემიქმნია, მე დავეხმარე ამ თავისუფალი თეატრის შექმნაში. თავისუფალი თეატრის შექმნა იყო ჩემი ძმის იდეა, რა თქმა უნდა.
როდესაც წამიყვანა ჩემო ძმა და მანახა, აი ეგ მინდა გავაკეთო თავისუფალი თეატრიო, მე ვიფიქრე ალბათ ეს კაცი გაგიჟდა მეთქი, იმიტომ რომ იქ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა იქ რაღაცის გაკეთება. მე მან ძალიან დაჯერებულად მითხრა რომ აქ შესაძლებელია გააკეთო, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენიათ რაღაცა აი სამხერხაო, რომელიც ნახევრად დაანგრეული ფაქტიურად ნაგვის ბუდეს, სავსე ნაგავი. ძალიან ბევრი მანქანა გავიტანეთ იქიდან ნაგავით, ძალიან ბევრი ვიმუშავე და ბოლო-ბოლო დღეს მოგიხსენებათ რა ლამაზი თეატრია და მე იმის მერე ძალიან გაოცებული ეს რა გამოვიდა მე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი იდეები აქვს და ესეთი წმენა აქვს თავში რომ რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერს ლამაზად და კარგად აკეთებს და მან მომცა ეს წმენა კიდევ და დაჯერება კიდევ. თავიდან არ ვჯეროდა რომ გაკეთდებოდა აქ თეატრი, მაგრამ დღეს ვიცი რომ ერთ-ერთი პოპულარული თეატრია საქართველოში, თბილისში. კი, და თქვენი ძმის გადაღებულია სახლი ძველ უბანში. ყველას გვაქვს ბავშვობაში და შეფიქრებთ რაღაც შიშებით თუ ინტერესებით თუ რა ყველა ეს 30 სერიანი სატელევიზიო ფილმი იყო, მაშინ მრავალ სერიალი. რეალ კადრებზე იყო დაფუძნებული ეს ფილმი. რამდენად მართალია? არა, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ეგონათ რომ ეს რეალურ საფუძველზე იყო დაფუძნებული და მართლა არსებობდა ესეთი სახლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყო მასე, ეს არის ფაქტიურად როზმანის ბავშვი პოლანსკის ფილმიდან გაკეთებული, მას ერთი სერია გაკეთებული, მაგრამ ავთომ გადააკეთა ეს თავისი საშუალებით შექმნა რაღაცა 30 სერიანი სატელევიზიო ფილმი, სადაც თამაშობდნენ ძალიან ცნობილი მსახიობები, გურამ საღარაძე, ახალგაზრდები თქვენ იცით ალბათ ძალიან ეხლა მე დიდი ხანია ეს ფილმი აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინ სხვათა შორის იყო ასეთი თემაც, რომ შეეცებოდა იქ შავ ძალას, თეთრ ძალას, ასე შემდეგ და ძალიან ეშინოდა და ძალიან ბევრი ზარები იყო. როდის იქნება მეორე ფილმი, როდის იქნება მეორე სერია და მართლა ესეთია და მართლა მოკლეს ეს ბავშვი და მართლა გააკეთეს. იყო ასეთი მომენტები, ხო, ძალიან ცუდი დრო იყო, წარმოგიდგენიათ ხოლმე იმპერიის ძალიან ცუდი დრო იყო, მაგრამ ვახერხებდით მაინც გადაღებას, მუშაობას, ყველანაირად იმდენი საინტერესო ფილმი იყო, დღემდე გვახსოვს ამ ფილმის შესახებ და გაგრძელება არ მოყვება? არა, გაგრძელება რა დამთავრდა, დაიწყო, დამთავრდა 30 სერია იყო და 30-ი სერია აჩვენეს. მე მახსოვს რომ ჯერ 15 სერია გაუშვეს, მე ცოტა ხანი რაღაცა პატარა შესვენება იყო, ეპიზოდი იყო რაღაც გარკვეული და შემდეგ კიდევ გაუშვეს ეს 15-მე-30 სერია. სხვათაშორის რამდენიმე წელს წინათ რომელიღაც არხმა გაუშვა კიდევ სთხოვეს, მე მახსოვს გადიოდა თუ არ ვწდები რუსთავიურზე ან იმედზე, ზუსტად ვერ მეთქვი, არ მახსოვს. ხო, გადიოდა ეს ფილმი. YouTube-ზე არ და შრომობთ? YouTube-ზე არ ვიცი, შეიძლება დევს კიდევაც. მაგრამ თქვენ მოგართმევთ ვართვის ძალიან ინტერესანტია. ძალიან მაინტერესებს მართლა. მართლა მოგწევ გაჩუქებ და უყურეთ ხოლმე. აუცილებლად. მაშინ ძალიან შეშინებული იყო საზოგადოება. და პატარა ვიყავი ძალიან მაინტერესებდა. მას მე ბევრი ფილმი გადავეკეთ კიდევ საინტერესო. რა ფილმებს იღებთ დღესდღეობით, რამდენად ხშირად ტარდება სპექტაკლები თეატრში და რა პრობლემის წინაშე დგას დღესდღეობით თეატრი, თავისუფალი? თავისუფალი თეატრი სხვათა შორის არაფრის პრობლემის წინაშე არ დგას ფაქტიურად. ერთადერთი პრობლემაა ცოტა დაფინანსება, თორე სხვა არაფერი. ჩვენ დაფინანსებაზე ვარ გადასულები. პრობლემა ჩვენ არ მიგვაჩნია, რაღაც ბევრი ახალი სპექტაკლები კეთდება. მე გეტყვით გრიბოედოვის თეატრზე მაშინ. გრიბოედოვის თეატრი არის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ახლა ოქტომბერში ხდება 170 წლის და უნდა გადავიხადოთ იუბილე, რა თქმა უნდა. ამ იუბილესთან დაკავშირებით ჩამოდიან ძალიან ბევრი სტუმრები, ეს ოქტომბერში იქნება. ალისა ფრენდრიხი ჩამოვა, კიდევ ძალიან ცნობილი სახეები ჩამოვლენ თბილისში და გაიმართება ორი სპექტაკლის ჩვენება. ერთი იქნება პრემიერა გოგოლის მიხედვით რევიზორი, ხო და მეორე სპექტაკლი არის ტოლსტოის ხოლსტამერი, რომელიც წარმატებით გავიდა უკვე რამდენიმე ქვეყანაში. უკრაინაში გავიდა კარგად,
ეხლა იყო უზბეკეთში იყვნენ ეს ჩასულები შესანიშნავად ჩაიარა ამ სპექტაკლმა გასტროლებზე მოსკოვში იყვნენ და გრან-პრი აიღეს ამ სპექტაკლით მოსკოვში. ნუ ათაშორის ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. რამდენად ხშირად დადიხართ გასტროლებზე? მე პირადად არ დავდივარ გასტროლებზე, მაგრამ ჩვენი თეატრი ძალიან ხშირად დადის გასტროლებზე. შეიძლება ვთქვათ, რომ წელიწადში მაგალითად საშუალოდ 3-ჯერ, 4-ჯერ გადიან. თავისუფალი თეატრი ასევე ძალიან ხშირად დავდის წელიწადში, ალბათ 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ შეიძლება 6-ჯერაც გავიდნენ. არის ასეთი შემთხვევებიც. უღმესი მადლობა ბატონ დავით მოგზაურობისათვის და იმედია კიდევ გეწევით ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს და ჩვენ კიდევ გველოდება მეორე სტუმარი გიორგი ვარსიმაშვილი, კინორეჟისორი და დაგველოდეთ. დიდი მადლობა. Faut que je déménage dans 1 mois. D'ici là, il faut vraiment que tu trouves un logement. Constance. Enchanté, moi, c'est Je veux rester jusqu'à demain et nous irons sous les étoiles enterrer nos chagrins. Salut, ça va? Je veux rester encore, je veux rester jusqu'au matin. Je veux m'enivrer de la ville Ouais, il y a quelques de douche. comme on s'enivre d'un parfum. J'ai attendu sur les marches des palais de nos nuits que viennent à mes lèvres des baisers dans la nuit. J'ai frappé à leur porte et les hommes m'ont dit des mots sans importance. დაგიბრუნდით ჩვენო ძირფასტელი მაყურებლებო, ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი არის გიორგი ვარსიმაშვილი, კინორეჟისორი. მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. ვისურვებ წარმატებას. მადლობა დაპატიჟებისათვის. გიორგი, როდესაც დაიწყე ხელოვნებასთან შეხება და სად მოღვაწეობ დღესდღეობით, სად მოღვაწეობდი აქამდე? სად დაამთავრე უნივერსიტეტი, რა დაამთავრე და რატომ გახდი მაინც კინორეჟისორი? ესე იგი მე დავამთავრე ჯერ საერთაშორისო ურთიერთობები თბილისში და ყოველთვის მაინტერესებდა ასე თუ ისე კინო და მოხდა ისე რომ მოხვდი საფრანგეთში და იქ გამიჩნდა შესაძლებლობა რომ მე სწავლა კინორეჟისურას და რადგან უკვე მქონდა რაღაც ასე ვთქვათ ერთი სპეციალობა უკვე ნაკლებად საშიში იყო რაღაც პირობების და რომ ხო იცი ხელოვნება როგორი სფერო არის თუ გაგიმართლა თუ არ გაგიმართლა მე არაფერი ანუ გითხარ გაგიმართლა თუ ანუ სარისკო სფერო არის იმიტომ რომ მაგალითად იგივე ჩემს სფეროში არ არსებობს ესეთი სტაბილური სამსახური ამიტომ როგორც სარისკო სფერო არის ამას უკიდებ ხელს მაინც ჯობია რომ უკან გქონდეს რაღაც სხვა სპეციალობა რომ თუ არ გამოგივიდე და საქართველოში მარტო თუ საზოგადოებაში არის საზოგადოებაში ეგრეა ყველა მსოფლიოში ეგრეა ანუ გამართლებაზეა ყოველი შენი გათაღება არა გამართლებაზე არის შენს შრომის მოყარებაზე არის ნიჭზე ასევე არის ძალიან ბევრი ამაზე დამოკიდებული მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ვერ გადაიღე ფილმი, ну, ესე იგი მაშინ რაღაც სხვა პროფესია უნდა აირჩიო. ანუ კარგი იქნება ყოველთვის რომ გქონდეს. ანუ საფრანგეთში გააგრძელე და მოღვაწეობ. მე საფრანგეთში ვისწავლე, იქ გადავიღე და ახლა რამდენიმე სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი ფრანგულად გადავიღე, რა ზოგი გადავიღე საქართველოში, ზოგი საფრანგეთში, მე გადავიღე სრულმეტრაჟიანი ფილმი პარიზში, რომელიც შარშან გადიოდა კინოთეატრებში თბილისში და
საჩხერეში. და წელს გამოვიდა საფრანგეთში და ახლა კიდე ვაგრძელებთ რომ სხვა ქვეყნებშიც რამენერად. დღესდღეობით საქართველოში მოღვაწეობთ ხო როგორც ის? ახლა საქართველოში ვარ და მინდა რომ აპირებთ რა გადაღებას ფილმის? მინდა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, თვითონ ფილმის გადაღება როგორც ასეთი 2-3 კვირა გრძელდება, მაგრამ ის მომზადება და ყველაფერი შეგროვება რაც დაახლოებით 1 და 2 წელი, ამიტომ ახლა რამდენიმე ესეთი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული და რამე თუ გამოვა გაგაგებინე. აუცილებელია თუ არა ვისწავლო რომ გახდე მსახიობი. თუ ამის გარეშეც შეიძლება რომ გამოხვიდე ფილმებში ითამაშო როლი, სპექტაკლებში გამოხვიდე. საერთოდ ზოგადად მე თუ მკითხავ იქნება ეს რეჟისორი თუ მსახიობი, როგორც ასეთი დიპლომი არ არის გადამწყვეტი. ანუ შენ დიპლომი გაქვს თუ არა, მთავარია გქონდეს ნიჭი, მთავარია გქონდეს ასევე შრომის მოყარეობა და მსახიობის შემთხვევაში გარეგნობაც უნდა გიწყობდეს ხელსო, ნებისმიერ გარეგნობის მსახიობი შეიძლება მოერგოს სხვადასხვა როლს, მაგრამ ამაშიც არის რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე როდესაც მსახიობს ვეძებ პირველში ყურადღებას ვაქცევ ტიპажს, აი მჭირდება ასეთი ტიპажი, არ არის აუცილებელი ახლა ამაზე უშნო, ამაზე არ არის საუბარი, მჭირდება აი ასეთი ტიპი, ვეძებ ასეთი ტიპის ადამიანს და შემდეგ გავესაუბრები და თუ საუბარში მივხვდები იმას შეუძლია ფილმში თამაშოს თუ არა, ამიტომ არ არის აუცილებელი ჩემ შემთხვევაში იყოს პროფესიონალი მსახიობი და აუცილებლად მაკბეტს და ჰამლეტს თამაშობდეს, შენ შეიძლება მაგალითად მშვენივრად ითამაშო ჩემს ფილმში. მადლობა. ანუ ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის სხვა რეჟისორების კატეგორია, ვინც ძალიან მკაცრი არის ამ შემთხვევაში და მაინდა-მაინც აი თუ მსახიობი არ არის და ესე გამოცდილება არ აქვს, მაგალითად მამაჩემთან მსახიობები თამაშობენ, პროფესიონალი მსახიობები. შეიძლება პატარა როლებზე ნაცნობები, მაგრამ ის როლებზე არიან ყოველთვის მსახიობები. ჩემ შემთხვევაში მე მგონი ერთხელ მყავდა მოკლემეტრაჟიანი ფილმზე პროფესიონალი მსახიობები ჩამოყალიბებული. განჩენი ყოველთვის იყვნენ ან დამწყები მსახიობები, ან უბრალოდ მეგობრები, ან ისე ადამიანები, რომელიც მომეწონათ. რამდენად ამართლებს ისე ადამიანები, რომლებიც არ აქვს განათლება? ჩემ შემთხვევაში დაახლოებით 90% შემთხვევაში გაამართლა. იყო რასაკვირველია ისეთები, რომელმაც არ გაამართლეს. მაგალითად, ახლა ფრანგულ ფილმზე ყავდა ერთი ქალი მსახიობი, რომელმაც არ გაამართლა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა ობიექტი, იქ გვინდოდა გადაღება და იმისათვის რომ იმათ დაეთმოთ ობიექტი, ჩვენ შეთავაზეთ, რომ აი თუ გინდათ მის მიერ თქვენ თანამშრომლობას გადავიღებთ ფილმში და გითხრეს, რომ აი ეს ქალი გადაიღეთ და ნამდვილად არ იყოს ჩვენი არჩევანი. მაგრამ კარგი მეთქე ეს იყო და იმან ნაკლებად გაამართლა, მაგრამ მე იცი როგორ არის კინო ისეთი რაღაცა არის, რომ მაინც მე მონტაჟის და იმის დროს ისე გააკეთებ, რომ საბოლოო ჯამში ეს მსახიობიც კარგად გამოვიდეს, ანუ შეიძლება იმის დეფექტების მიჭრა-მოჭრა და მალო, ამიტომ საბოლოო ჯამში ფილმში არ ჩანს ეგ. მაგრამ იმისათვის რომ არ მოგიწიოს მე შენ ჩარევა და მსახიობის გადარჩენა, კარგია რომ მაინც უფრო არჩევ. ნორმალურად. ყოველთვის ადრე შეიძლება რეჟისორსაც შეეშალოს, მე შემშლია ხანდახან ამერჩევი ის მსახიობი, თურმე ვე რაღაცა მაინდა-მაინც კარგი არ არის და მე მონტაჟის დროს აბაი როგორ გავაკეთოთ ისე რომ და რა არის აუცილებელი, რომ აი აუცილებელი რა, ანუ როგორ უნდა გახდე წარმატებული მსახიობი? არიან ბევრი მსახიობები, რომლებიც იღწვიან მთელი ცხოვრება, სწავლობენ, სპექტაკლებში მონაწილეობენ, მაგრამ არ არიან წარმატებული და პოპულარულები. რა არის იმისათვის საჭირო, რომ პოპულარული გახდე? პირველ რიგში არის საჭირო ყველა სფეროში მე მგონი იქნება მსახიობი თუ არა, ეს არის მონდომება და შრომის მოყვარეობა. აი ეს თუ გაქვს, რასაკვირველია, უფრო მეტი შანსია რომ სადმე რამე გამოგივიდეს. მსახიობის შემთხვევაში რასაკვირველია ნიჭს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახლა თუ ძალიან უნიჭო მსახიობი ხარ, არაფერი არ გამოგია, მაგრამ თუ ხარ ნიჭიერი შრომის მოყვარე და გაქვს ოდნავ გამართლება, რომ გამართლებაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, მაგალითად რომ მოგიყვანოთ, აი ნიკო გომელაური ყველა მიწით, ხო? ამ შემთხვევაში ნიკო გომელაურს შეგვიძლია რომ ნაწილობრივ გამომართლა, იმიტომ რომ დადიოდა მამაჩემის სპექტაკლების რეპეტიციებზე, იჯდა მუდმივად რეპეტიციებზე და ერთხელ რაღაც მეორე ხარისხოვან როლზე დააკდა მსახიობი და აიო ეს ბიჭო სულ დადისო და ვინახარ და გინდა ითამაშო პატარა როლიო და ესე მოხდა თეატრში მამაჩემთან და შემდეგ უკვე რომ აღმოჩნდა კარგი მსახიობია, მე ვინც გახდა ყველამ კარგად ვიცით, ხო? ამიტომ გამართლებაც არის, რასაკვირველია, კარგია რომ იცნობდნენ რეჟისორებს, იმიტომ რომ თუ ეს ძალიან ისეთი ჩაკეტილი და ვიწრო წრე არის და იცნობდნენ ნებისმიერ რეჟისორს მაინც ურჩევნია დააკავოს ის ადამიანი, ვინცაც თვითონ იცნობს და ვისაც ენდობა, ამიტომ
არის შრომის მოყოლება, ნიჭი, გამართლება და ასაკურველია ხალხის გაცნობა. რომ ხშირად საქართველოში ეს პრობლემა არის, რომ ერთ და იგივე სახეებს ატრიალებენ კინოში, გადაღებებში, ყველაფერში და არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან საკმაოდ მონდომებულები, საკმაოდ ნიჭიერები, მაგრამ არ ჩანან. აი რა საქმის ქვენიერი. იცი რა, კიც და არაც, იმიტომ არის რაღაც ნაწილი რომელიც ჩანს, არის რომელიც არ ჩანს. ეს ისევ ის არის, რა ვარ რეჟისორი დავწერე სცენარი, როგორც წესი, როდესაც სცენარს წერ უკვე ვფიქრობ რაღაც მსახიობზე, მე იმ მსახიობს დავურეკე და უთხარი, არ გინდა მოდი ითამაშე. ანუ მე მაგათად კასტინგებს არ ვატარებ. 13 ფილმი მაქვს გადაღებული, თუ ყველა ფორმატი ჩავთვალე, არასოდეს არ ჩამიტარებია კასტინგი. რა ფილმებია ეს? სრულმეტრაჟიანი ერთი ფილმი და ანჩენიანი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები და ну არ ვიცი რამდენი მსახიობის საბოლოო ჯამში, ამ 13-ვე ფილმში ალბათ 100 მსახიობი თამაშობს ხო ჯამში. არც ერთხელ არ ჩამიტარებია კასტინგი. აბა ვინ ატარებს თუ კინორეჟისორი არა? არ მჭირდება კასტინგი, ვიცნობ ადამიანებს, აი ვეძებ აი ესეთი ტიპაჟი მინდა, მაგალითად გოგო შავგრემანი რაღაცა. აბა ვის ვიცნობ, გადავხედავ ტელეფონში, ია რატომაც არ დაურეკავია. მეტყვი ია არ გინდა ითამაშო ჩემ ფილმში ერთი როლი. მეტყვის კი ან არა. ნუ ასე შემდეგ ნებისმიერ ტიპაჟებზე ესე ხდება. ან ნუ იცი როგორი კასტინგები ჩამიტარებია, რომ განცხადება დამიწერია, რომ აი მჭირდება ასეთი და ასეთი ტიპის მსახიობი და მე აგზავნია სურათებს და აი მაგალითად ამ ფრანგულ ფილმზე მთავარი როლის შემსრულებელი ეგრეავერჩი გამოაგზავნა სურათი და ნახე მომენტო რომ შვენიერი გოგოა დაურეკე კაფეში შევხვდი ცოტა ხანი ვესაუბრე და 5 წუთში უთხარი რომ მინდა ჩემ ფილმში ითამაშო მეთქი და კასტინგი არ არისო და არა მეთქი გავლილი გაქვს მეთქი კასტინგი ანუ ძირითადად არის მაინც რომ დაუბრუნდეთ იმას რომ ძირითადად ნაცნობობით ძალიან ბევრი რამე კეთდება ამიტომ ძალიან ცუდი ხომ არ არის რაღაცა აი არა კარგი არ არის მაგრამ ეგრე არის და მეც მაგალითად როგორც რეჟისორს მირჩევნია რომ ჯგუფში მყავდეს ისეთი ადამიანი ვისაც ვენდობ იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ ყავს სახიობი და მე ის ან გადაღებაზე არ მოდის ან აგვიანებს ან არაპუნქტუალურია აი თუ არ იცნობ ადამიანს მაინც ყოველთვის ეხლა რასაკურველი როდესაც დიდი ფილმი არის და ბევრ ფულს უხდი და კონტრაქტი გაქვს და მთელი რიგი დაზღვევები არის მაშინ სხვა საქმე არის მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად ძალიან მცირე რესურსები მქონდა და აი ამ არაერთ ფილმზე მქონია და მაგრამ განსაკუთრებით ამ ფილმზე რომ ამ სახებები უბრალოდ მე მეუბნებოდნენ რომ დღეს ვერ მოვალ და იქ ვერ მოვალ და იქ რაღაცა და მიწევდა შეცვლა შუა გადაღებაში სახეებს. ანუ ჯობია რომ იცნობდე რომ ჯობია რომ იცნობდე ხო. მაგრამ საერთოდ არის აი ძალიან ვიწრო და ჩაკეტილი წრე არის. მაგრამ იმაში ვერ დაგეთახმები რომ არ ჩანან, იმიტომ რომ არის ფილმები სადაც აი აბსოლუტურად უცნობი ხალხი თამაშობენ და ასე თუ ისე მაინც გამოსდით. როგორი ფილმების გადაღებას ანიჭებ უპირატესობას, უფრო დრამას, რომანტიკას თუ არა? იცი მე უფრო მაინც მიყვარს კომედიები. და მიყვარს რთული გადასაღები ხომ არ არის კომედიის? რთული ყველაფერი არის. რთული არის კარგი ფილმის გადაღება და მე კომედია იქნება თუ დრამა მე მგონი ხო ნუ კომედიას აქვს თავისი რთული მაგრამ ნუ არ მე უფრო მიყვარს კომედიები მიყვარს ასევე ცხოვრებისეული ამბები უფრო აი ჰუმანური ამბები მიყვარს ადამიანებზე შეიძლება იყოს ეს დრამაც მაგრამ ძალიან ადამიანური არ მიყვარს ფანტასტიკის გადაღება აი არასოდეს არ მქონია მაგის სურვილი მიუხედავად იმისა რომ ყურება მიყვარს აი საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურება მიყვარს მაგრამ გადაღება არ მიყვარს ხო დეტექტივების გადაღება მინდა ძალიან და ეს 13 ფილმი როგორი ჟანრის არის? ცեմ მოკლემეტრაჟიანები არის ძირითადად კომედიები არის ერთი დრამა ორი დრამა და ეს ფრანგული ფილმიც არის პრინციპში უფრო კომედია მაინც რამდენი შემოსავლიანია დღესდღეობით იყო კინორეჟისორი? იცი როგორ არის დღესდღეობით საქართველოში ჩვენ ნამდვილად ვერ იშოვებ ფულს კინოს ბილეთების გაყიდვით თუ აი ძალიან კომერციული ფილმი არ არის რომელსაც ძალიან კარგი რეკლამა აქვს მე მგონი მოგებაზე მამა ჩემი ვიცი რომ გადის მოგებაზე თავის ფილმებით მაგრამ მე მგონი ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა ეს რაც არ ნიშნავს იმას რომ ის ფილმები გაცილებით უკეთესია სხვებზე ანუ შემოსული თანხით ჩემს არის საზღვრება ფილმი კარგია თუ ცუდი. უბრალოდ ჩვენთან როგორ არის იცი
ძალიან რთული არის ბილეთებიდან ამოიღო, იმიტომ რომ რეალურად ფილმი ჯდება სადღაც საშუალოდ 80,000 ლარი. ერთი ფილმის გადაღება? ერთი ფილმის გადაღება 80,000 ლარიდან და ზოგი ფილმი არის, რომელიც 9 მოსავალი, რამდენიმე 1000 ლარი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ვინ არის თავის სპონსორი? ამ შემთხვევაში კინოცენტრი არის ძირითადად. მამაც ჩემი შემთხვევაში კერძო ფული არის, იმიტომ რომ არ მიდის კინოცენტრში. მე ჩემი ფილმი კინოცენტრის გარეშე გადავიღე სხვა ფონდების დახმარებით, მაგრამ როგორც წესი ქართული ფილმების გადაღება ხდება ძირითადად კინოცენტრის მეშვეობით. მიდიან საპროდიუსერო სტუდიები, შეაქვთ განაცხადი და კინოცენტრი წელიწადში დაახლოებით არ მეშლება ყველა ჟანრი თუ ჩავთვალეთ დაახლოებით 10-მდე ფილმს აფინანსებს. და აფინანსებს ისე რომ საკმარისი არის ფილმის გადასაღებად და საკმარისი ასევე რომ რეჟისორმა ამით იცხოვროს იმ ჰონორარით რასაც იღებს. მაგრამ გაყიდული ბილეთები მაინც უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს ესე დიდი ფული იქიდან არ შემოდის. და ძირითადად შემოსავალი რა არის? ძირითადად შემოსავალი არის აი ფილმების გადაღება კინოცენტრს მხოლოდ ფულს სიტყვაზე მიიღებს. არ ვიცი 200,000 ლარს, აქედან რეჟისორის ჰონორარი არის სიტყვაზე 10-20,000 ლარი. ნუ ალბათ მაინც 10-20 მგონი ბევრი არის 10,000 ლარი, რაც ნუ ერთი წელი ყოფნის წელიწადში. რამდენად ხშირად ხდება კინოების გადაღება საქართველოში ამჟამად? ნუ ამჟამად ხდება დაახლოებით 10-10 ფილმი არის, ნუ ყველა ჟანრი თუ ჩავთვალეთ და ყველა ფორმატი, რომელსაც კინოცენტრი აფინანსებს, დაახლოებით ერთი ამდენი უნდა იყოს ტელევიზიების და სხვა კერძო ფილმების მეშვეობით და ასევე არის სერიალები. ანუ პრინციპში ეს სფერო ასე თუ ისე საქართველოში მუშაობს. სერიალი ქართული? ქართული სერიალები არის კი. მე მგონი რამდენიმე სერიალი არის ქართული, რომელიც ეხლაც მიდის გადაღება რამდენიმე სერიალის. და როგორ ხდება საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ ყველა ქვეყანას თავის მოდელი აქვს. საფრანგეთში დაახლოებით ისეთი მოდელია, როგორც საქართველოში, ოღონდ გაცილებით უკეთესი, იმიტომ რომ უფრო დახვეწილი არის და ეგ უფრო კარგად არის ნაფიქრი. ამიტომ შესაბამისად საფრანგეთში კინოინდუსტრია გაცილებით უფრო დიდი არის. იქ იღებენ წელიწადში 300 ფილმს და ნუ კიდე თუ არა სერიალებს აღარ ვთვლი და დოკუმენტურ ფილმებს აღარ ვთვლი. ჩვენთან დოკუმენტურიც ჩავთვალე იმათში. და ხო, იქ დაახლოებით 300 ფილმი არის, კიდე 1-200 სატელევიზიო ფილმი და ერთი მაგდენი კიდე დოკუმენტური ფილმები. ანუ დაახლოებით 1000-მდე ფილმი გამოდის. მე 700 ფილმი დაახლოებით არის საფრანგეთში. პლუს კიდე ამას არ ითვლება აი ოფიციალური დაფინანსებით, არის ალტერნატიული დაფინანსებით გადაღებული კიდე უამრავი ფილმი, მათ შორის ჩემი ფილმი, რომელიც არსებობს როგორც ფილმი, როგორც დარეგისტრირდა, რომელიც გამოვიდა კინოგაქირავებაში, მაგრამ საფრანგეთის კინოცენტრის აღრიცხვაში არ არის, იმიტომ რომ არ იყო საჯარო ფულით დაფინანსებული, ეს იყო რაღაც პატარ-პატარა ფონდებით. ანუ იმათი გადმოსახედიდან ეს ფილმი არ არსებობს, კატალოგში არ არის, მაგრამ ამაზონში არის. ამერიკაში სხვანაირად არის, ამერიკაში მაინც კერძო ფული არის და ყველაფერი კერძო არის, იქ არ არის საჯარო დაფინანსება. ამიტომ იქ სხვანაირი სისტემა არის, ყველაფერი კერძოდ ხდება და იქ გაცილებით უფრო რთული არის ფილმის გადაღება. ისე ნებისმიერ რეჟისორს შეუძლია რომ მიმართოს კინოს ფესტივალს, რომ კინოს ხო ცენტრს და ნებისმიერს უნდა ყავდეს საპროდიუსერო სტუდია, თუმცა ამ სტუდიის დაარსებასაც 10 წუთი უნდა საქართველოში შეავსებ ანკეტას და გააჩვენოს ფილმი. ანუ ნებისმიერ შეუძლია, ნუ იქ არის რაღაც კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა ისეთი არის, რომ მარტივად შეიძლება ამას გაკეთება. სამაგად მე კონკურსი არის, ასე პროექტია ძალიან ისეთი მკაცრი და ნუ დაახლოებით 40 ფილმიდან 2 იმარჯვებს თითო კონკურსში. გიორგი, შენ ასევე ხარ პოლიგლოტი, ესე რომ ვთქვათ, ფლობ 5 ენას. რატომ თუ 4 ენას? რატომ დაინტერესდი ამით? ანუ გჭირდებოდა როგორც კინორეჟისორს თუ უბრალოდ კინოდირექტორი? არა, უბრალოდ მინდოდა ენების ცოდნა, რუსული ვისწავლე, იმიტომ რომ ყველა სასწავლიდან მაგ დროს და ჩემ ბავშვობაში სკოლაში არ მეკერძო მასწავლა, მასწავლა ინგლისური, იმიტომ რომ საჭირო იყო და ფრანგული, იმიტომ რომ ერთი ფრანგი გოგო მომწონდა და მის ხათრით ვისწავლე. რას აპირებ მომავალში? მომავალში ვაპირებ ფილმების გადაღებას, დიდი იმედი მაქვს. რა ფილმებს აპირებ საქართველოში თუ საზღვარგარეთ? მე მინდა საქართველოში გადავიღო ასევე, არის გეგმები, რომ რაღაც ნაწილი საფრანგეთში გადავიღო, იმიტომ რომ მაინც მაქვს ურთიერთობა საფრანგეთთან და მყავს ფრანგი პროდიუსერები და
რამდენიმე ამბავზე მუშავთ და რომელიც გამოვა. მამის გზას მამამ გიბიძგათ რა ყოფილიყავთ კინორეჟისორი თუ? მამას მაინც არ უნდოდა, იმიტომ რომ მამამ იცოდა რომ ეს არის ძალიან მცირე შემოსავლიანი პროფესია, ამიტომ მამამ მიბიძგა რომ ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე მესწავლა და ალბათ ბოლომდე უნდოდა რომ მარკს ფეროს გავყოლოდი, მაგრამ მე აღმოჩნდა ისე რომ კინოშიც რაღაც მეხერხება ვისწავლე, რაღაც გამომივიდა რამდენიმე ფილმი და ამ გზას დავადექი და იმედი მაქვს რომ გამომივიდა თუ არ გამომივიდა დაუბრუნდები ჩემ ძველ პროფესიას. ძველი პროფესია რა არის? საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატია. ძალიან დიდი მადლობა არაფერს მადლობა მოწვევისათვის. ბრძანებისათვის დიდი მადლობა ჩვენ ტელემაყურებელს და გემშვიდობით ერთი კვირით.